მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო. დღეს იმკერდით ხო გვაქვს პოზიტივად რასაც ვიტყვიერთ. წონაში დავიკელით, ანუ ეხლა ვართ გაშრობაზე. წინა ვიდეოები არ ვიცი გიყურებიათ თუ არა, ეხლა ვართ გაშრობაზე. 83 კილოდან დავიწყეთ. ცხიმით, ანუ გვეთყობა უკვე ასე ვთქვათ, პრესი გვიჩანს და ამის გარდა ახლა შევეცდებით რაც ეხლა დაკლებია ხან გაშრობაზე ვართ. ბენჩ პრესი ეხლა გააქტიურება ძალიან ძნელია, მაგრამ შევინარჩუნოთ იგივე წონები, სიმართლე ვგითხრათ. და დღეს გვაქვს მხარი, კერდი და აგიხსნით ჩვენს რუტინას, როგორ ვაკეთებთ კერდს და მხარს. ახლა ჯერ აქ ცოტახანი გავხურდები, პირველს ვიწყებ ასე ვთქვათ მხრით. დღეს ანუ 9 მიკროსიკლოვანი ვის ვარჯიში ასე ვთქვათ და თითო მიკროსიკლო როცა მომდის, სხვადასხვანაირი რუტინა არის ასე ვთქვათ ვარჯიშის. და მე ანუ ეს 9-დან გვაქვს 5 ვარჯიში, 5 მესოციკლო, არა, ერთი გვაქვს მესოციკლარი თვიური და მე გვაქვს მიკროსიკლოები, პატარა ციკლები, ასე ვთქვათ, რომელიც განსხვავდება ყოველი დღე. ეს ცოტა რთული არის ახლა ის დაპროგრამებული, როგორც გვაქვს, თუ არ დაინახეთ, არა უშავს, სხვა ვიდეოებში აღიხსეთ, როგორ უნდა დააპროგრამოთ თქვენი ვარჯიშები. konkret ვიწყებთ. განტელებითი აწევა, ორი სერია გვაქვს, მე დავიწყოთ bench press. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, კილოს გავაკეთებ, ანუ მაინც ვცდილობ, კიდაც გაშრობაზე ვიყო, გავაუმჯობესო bench press-ი. და ნახავთ რა გამოგვივა. და კომენტარით თქვენ ახლა გაშრობაზე ხართ თუ ჰიპერტროფიაზე მომატებაზე ასე ვთქვათ წონის. მიზანი გვაქვს 75 კილომეტრ ჩამოვიდეთ და აბა რამდენი პროცენტი ცხიმი გვექნება. ჯერ არ ვიზომავ, რამდენი პროცენტი ცხიმი მაქვს, მაგრამ მე გავიზომავ ასე ვთქვათ, რამდენი პროცენტი არის ჩვენი სკუნთი. დავიწყოთ. I don't ever slow up, no I don't take sh**. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take sh**. I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. დავიწყოთ bench press-ი 97 კილონახევრით, ვასადამდე ავარ. რაღაცა გაგუჭირდა მისდე და ხატირე. კარგად ვერ დავდექი. ძალიან გაშიათ ქონახრები. და მოდი სახელებს ვიდეოებში ჩავიხედები შევასწორებ რაღაცებს და გავაგრძელებთ. მიზანი არის 102 კილონახევარი, სიმართლე გითხრათ. და ავასადამდე ავალთ. ანუ წესით არაფერს არ ვსვავთ, დანამატებს საერთოდ არაფერს. ადრე ვსვავდით, კრეატინს ვსვავდით და ახლა კრეატინი შევაჩერეთ და როგორც იტყვია 5% დაახლოებით გემატება ძალა კუნთი ასე ვთქვათ, კრეატინს როსავ და თუ იმას გავიგებთ რომ ადრე 103 კილოს ვეწევოდი და 5% გამოვაკლოთ ახლა 103-ს და კიდევ 103-ს ვეწევით, სავარაუდოდ 108-109 კილოზე უნდა ყოფილიყავით ახლა კრეატინის თვალებად გაგვეგრძელებინა. მოდი რა ვშევ, ჯერ ტექნიკას შევასწორებ და ვასადამდე ავართ დღეს. Ας κιλო გავაკეთე ახლა. წონას აღარ მოუმატებს, 4 სინგელი არის ეს. 2 სინგელი მაგ დარჩენილი და 100 კილოებით გავაკეთებ ორივე სინგელს. მაგრამ ბოლოს რაც გაუმჯობესება გამომდის, იმიტომ რომ 97 კილონახევრით დავიწყეთ. ადრე ვიწყებთ 90 კილოთი და ავდიოდით. მერე ვიწყებთ იგივე სინგელებში, ანუ წონას, ანუ ასე ვთქვათ, ახლა რაც ვაკეთებთ პონადობა, ასე ვთქვათ, წონადობა უფრო მეტი გამოდის, ვიდრე ადრე იგივე რეპეტიციებში და იგივე სერიებში. ანუ წონადობა გავზარდეთ. შეიძლება ახლა ამ სერიაში მე 100 კილოს არ გადავწე, მაგრამ ანუ რახან პირველი სერია მქონდა 97 კილონახევარი და არა 90 კილო, 95. ანუ ყველა სერია უკვე 2 კილოთი მეტი ავწია, ასე ვთქვათ და ჯერ მე შევეგუები ამ კიდევ ამ წონას. და
ორი სერიას გავაკეთე, მე მეორედ რომ მოვალ, საერთოდ მაშინ გავზდი წონას, მას ვაკეთე, მას იმრჩევნია რომ სტაბილურად იყო უფრო. თან არა დღეს არა კომფორტულად ვარ, ეხლა აქ წონაზე ძალიან ცხელა, შემოხდა გითხრათ, თან ისინი რომ მიკეთე იმენა უფრო გამდის. ორ სერიას გავაკეთებ და მე გადავალ ბაკოფში. ბაკოფი ვაკეთე იგივე სერიები იყო, ნაკლებ წონით ვაკეთებ. ამებს აღარ ვილაპარაკებ. მარტო კლიპები ჩავთავ, ანუ გარო გავაკეთებ. ორ სერია და მე ბაკოფში გავაკეთებ, მე გადავალ პორტრე ფულ ვარჯიშზე, კედის და მხარის ასე ვთქვათ. ვარგი წონას არ მოუმატე, ვერ ამწევდი, წონა არ მომუმატებინა. ახლა წონას დავუწევთ, 98 კილომან დავწიოთ ვარუსები და ბაკოფს გავაკეთებ. სამი სერია მაქვს, 3.5 გამეორებით. მაგას მარტო ერთ სერიას გავაგრძელებ, თორე ძალიან გამიგრძელება ვიდეო და ნარჩეს მაგალითად მე დაიდროსით. ოთხმოცდაერთი კილო დავდე, 3 რეპეტიცია, რილ 1, რილ 2 იქნება სავარაუდოდ, მეც აღარ მოუმატებ. სავარაუდოდ დავაკლებ წონას, მინდა რომ 3 რეპეტიციაზე მეტი გავაკეთე რილ 2, 90 კილოს დავტოვებ ისევ. და აბა მე რილს გავაკეთებ სავარაუდოდ. ანუ აღარ გადავიყვება მას პირდაპირ მე იმის მერე მხარი მაქვს ვარსები, მას გადავიღებ. So instinctive and so passionate. Every word I move so descriptive like an adjective. I got a vendetta against people who patented being negative when you should be getting after it. I got facts over tracks, this and that, spitting slow, spitting fast. I could roast, I could gas, think I'm okay at last, but I don't know if that can erase all the past and the pettiness. A reflection of the emptiness, hilarious. You think you're with my time, you're delirious, mysterious because you hide behind a fake exterior, inferior. You know I'll always be a bit superior. Get off of me, this ain't no humble brag. I want you to hear. განწელებთ მაგამიკეთებნა საკმაოდ მომელ მაგას ხია. მაგრამ არ შემიძლია. დაკავებული არ და მოდი ამას გავაკეთო ვარ და მიგვიანოს. ორი სერია მაქვს და მის მერე გვაქვს ისევ კერდიდები და ანუ ძალიან ბევრი ხალხი მოდის უკვე სიმართლეებით და ანუ მიჩვენა რომ მალე ვარჯიშო საბერს აღარ ვილაპარაკებს სხვა ანუ ვარჯიშის პოლს აგიხსნით რა გავხდე რა მოუმატე ასე და რა შედეგი იქნება of being incompetent. Mental health is confidence, dreams and some honestness. I'm not here to save the day, that's for you to take away. ანუ ადრე ახალ ვაკეთე ოღონდ სკამით ასე ვთქვათ 60 გრადუსით მაგრამ ანუ ზრიწონაზე რო ავი უკვე 33 კილოზე აქეთ იქიდან ანუ უკვე 16-ზე ავედი ანუ უკვე ვეღარ მეწევდი ასე ვთქვათ ანუ მაღლა მიტაცოდა წონა თან კიდე არა კომფორტული იყო მაგრამ ბოლომდე ვერ შვილიდი აქ და მაგიტო გადავცვალე ფეხები ისე გამით ასე ვთქვათ და უფრო ხელებს უფრო შლი უფრო ასე ანუ უფრო კომფორტული ასე ვთქვათ დაჯდომით უფრო კარგი არის ტრიქტულია მაგრამ ანუ არა კომფორტულად ვიყავი მე ამ შემთხვევაში და შევცვალე ამ მაგალითზე ეხლა გავაკეთებ ორ სერიას so remarkable. Thoughts in my head, a collage and they spread. I'll be great one day, going off of my meds. No, I'm not giving up, no, I'm not giving in. I will make it to the top, taking off in the wind. I gotta make it. I'm saving every day to taste it. I'm patient, but my mind, it can hardly take it. I'm chasing a dream that I've had for several ages. A vacant, modern kingdom for the taking. Now that I've been put through, I never got anyone's help. I had to do it all myself. I don't ever slow up, no I don't take I got no love for the fakeness. If you wanna play tough and wanna hate this, I'll always show up and make a statement. I don't ever slow up, no I don't take I got no love for the fakeness. If you wanna
ნაკლები გავაკეთეთ. 5, 6 უნდა გამეკეთებინა, არა 7 უნდა გამეკეთებინა. შეგვიწყო გაშრობა. მოჩით ანუ ბოლოს ვერაფერი აღარ ჩავიწერი ასე ვთქვათ. რაც შეეხება ვარიჯებს, ანუ ვერაფერი ვერ გავაუმჯობესეთ, იგივე წონებით გავაკეთეთ ყველაფერი. მოუბრალოდ გამითხრა რომ ანუ ერთი მაგალითი ვერ გავაკეთე, იმიტომ რომ ადგილი დაკავებული იყო და რო არ დავლოდებოდა და დამგვენებოდა უფრო მეტი აღმაგებული ჯერ გავაკეთე, მაგრამ წესით უნდა გამეკეთებინა. სწორი bench press რო გავაკეთე multi power მანქანაზე, ეგ უნდა გამეკეთებინა განტელებით, მაგრამ დაკავებული იყო განტელები და გავაკეთე მანქანაზე რომ მალე წამოსულიყავი. ფაქტიურად გაუმჯობესება არ არის, მაგრამ გაუმჯობესება არის იმ მხრივ, ასე ვთქვათ, ნაკლებს ვიწონით. ანუ გაშრობაზე რო ვართ, 78 კილო ვართ და იგივე წონას ვეწევით, რაც ვიყავით 83 კილოზე. ფაქტიურად 5 კილოს დავიკელით, მაგრამ წონით იგივე წონას ვეწევით, ასე ვთქვათ, და ეგაც გაუმჯობესება არის. ეს პერიოდი შევეცდები ახლა გაშრობაზე ვარ, რაც წონები მაქვს, იგივე წონები შევინარჩუნო, ანუ არ დამაკლდეს, ასე ვთქვათ. და ნახოთ აბა სადამდე ჩავალ. მიზანი გვაქვს 6%-დან 8% ცხიმამდე ჩავიდეთ. ჯერ არ ვიზომავ ცხიმს, სიმართლე გითხრათ, უბრალოდ ჯერ წონას ვაკონტროლებ, პარამეტრებს ვაკონტროლებ სხეულის და იქით კვირიდან ალბათ დავიწყებ, არა, ჯერ დასვენება უნდა გავაკეთო დესკარგა, ასე ვთქვათ. და დესკარგას მერე გავაკეთებთ, პარამეტრების აღლაც ანუ გამშრალი ვიქნები, სადღაც 10%-ზე ვიქნები ჩასული ცხიმით. და მაგიტომ ეხლა ეს ალბათ სავარაუდოდ იქით კვირას მექნება, არ ვიცი როდის დამეწყება. გააჩნია რამდენი დღეს ვივარჯიშებ კვირაში, იმის მიხედვით დამეწყება დესკარგა, ანუ შესვენება, ასე ვთქვათ. და იმის მერე ვნახოთ, აბა ძალიან ბევრი რაღაცები უნდა შევცვალო მერე, იმიტომ რომ ზაფხული მოდის და ზაფხულში იგივე ვარჯიშებს არ გავაკეთებ, რაც ზამთარში ვაკეთებდი. გამოიწერეთ და ლაიქეთ, გააზიარეთ და თუ რამე შეკითხვები აქვს გაშრობასთან დაკავშირებით, ანუ კალორიები რო გამოიყვანოთ, ანუ ვარჯიშებთან დაკავშირებით დააკომენტარეთ დაბლა და პასუხს გაგცემთ. მეინტერესებს მერე რამდენი პუნქტი გვექნება 6% ცხიმზე. სავარაუდოდ 6-დან 8% ცხიმამდე, მაგას პარამეტრებს მე ავიღებთ, ანუ შექმნილი მაქვს Excel-ში მაგის კოდები და მე განახებთ, ასე ვთქვათ.